მარტის სატვირთო მანქანა ტრანსპორტირებდა Lightning McQueen-ს და ორივე პირდაპირ იმ წყალსატევში ჩავარდა. ამიტომ მოვიტანე ჩემი ჯი და მაგნიტი, რომ აქ მაგნიტით თევზაობა ჩავატარო. მაგრამ ეხლა უნდა ვუყუროთ ვიდეოებს, რომ გავიგოთ ეს სიმართლეა თუ ტყუილი. მაგრამ შემდეგ ეს ვიდეო ვნახე. ნახეთ, ეს ნამდვილი მარკია და ნამდვილი Lightning McQueen-ი მასში შედის და ისინი რეალურ ცხოვრებაში არიან. და შემდეგ რა მოხდა? ეს ცნობილი ტიუნინგული მანქანებია. ძალიან მომწონს მათი ნახვა. და აქ ხედავთ მარკს. მარკი ტრანსპორტირებს Lightning McQueen-ს. იგივე სცენა, რაც ფილმში ვნახეთ, ასე რომ ეს ნამდვილი იყო. და შემდეგ რაღაც ცუდი მოხდა. ისინი პირდაპირ წყალში შეაგდეს. ეს ძალიან ცუდია. ასე რომ თუ ეს ყველაფერი ნამდვილია, მარკს და McQueen-ს ჩვენი დახმარება შეიძლება დასჭირდეთ. და ახლა ვხედავთ, რომ წყლიდან რაღაც თეთრი ამოდის. და ვხედავთ წითელ ნიშნულს, რომელზეც წერია Rust is. ღმერთო ჩემო, ვიცი, ეს მაკის სახურავის ზედა მხარეა. შეხედე იმ ფოტოს. დიახ, მას სახურავზე თეთრად დაწერია Rust is-ი, ასე რომ ეს ყველაფერი შეიძლება მართალი იყოს. მარკი და McQueen-ი წყლის ქვეშ არიან. უნდა გავაგზავნოთ მაგნიტით თევზაობა, რომ გადავარჩინოთ ისინი. უბრალოდ შეხედე, რა დიდია ეს წყალქვეშა აღმოჩენა, რადგან მარკი ძალიან დიდი სატვირთოა, ასე რომ ის მძიმე უნდა იყოს. მაგრამ უნდა ვიჩქაროთ, რომ ვიპოვოთ ის წყლის ქვეშ, ბიჭებო. კარგი, მოდი ვნახოთ, რა დავიჭირეთ ახლა ჩვენს მაგნიტზე. ვაუ! ისე ჩანს, თითქოს რაღაცა მძიმეა. ნახეთ, როგორ დაიჭიმა ჩემი თოკი, ბიჭებო. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მთელი სატვირთო ავიღეთ, ასე რომ გამოვიყვანოთ მარკის სატვირთო და McQueen-ი, ჩვენ გამოვიყენებთ ჩემს პიკაპს. მოდი თოკი მაგნიტით აქ დავამაგროთ. ხო, მოდი. მოდი წავიდეთ. ხო, ჩემი პიკაპი. მოდი. წყლიდან გამოდის, ბიჭებო. რაღაც წითელი გამოდის წყლიდან. ნახეთ, რა მოიღო ჩემმა ძლიერმა მაგნიტმა. ღმერთო ჩემო, ეს არის ნამდვილი სატვირთოს გვერდითი ნაწილი. აქ წერია 9-5 ნომერი და აქ იყო ელვა. ასე რომ ბიჭებო, ეს არის მაგის გვერდითი ნაწილი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ის. ეს არის სატვირთოს კარი, ბიჭებო, ის იღება და იკეტება. ნახეთ, როგორ ძლიერაა დაზიანებული. ეს ნაწილი ძალიან მძიმეა. ეს ნიშნავს, რომ მთელი მარკი და შეიძლება McQueen-იც წყლის ქვეშ არიან. ნახეთ, რა დიდია. ეს არის მარკის ნამდვილი ნაწილები. მას ზუსტად იგივე თეთრი სახურავი და გვერდითი ნაწილები აქვს. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი მარკი წყლის ქვეშ იყო. უნდა გავაგზავნოთ მაგნიტით თევზაობა, რადგან ეს ძალიან ძლიერი სატვირთოა. ასე რომ შეიძლება ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ გადავარჩინოთ ისინი. მოდი დრო არ დავკარგოთ და მაგნიტი გადავაგდოთ. რაღაც ძალიან მძიმე ამოვიღე. ასე რომ შეიძლება ისევ სატვირთოა. არ ვიცი, მთელი პიკაპია თუ მისი ნაწილი, მაგრამ ნამდვილად გძნობ რაღაცას ჩემს მაგნიტზე. რაღაც წითელია. ხედავთ, რომ რაღაც წითელი ამოდის. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? არა, დავკარგე ჩემი მაგნიტი. ეხლა უნდა ვაგდოთ ისევ იმავე ადგილას. კი, ისევ ამოვიღე. რაღაც წითელია. ხედავ მას. Rust-ის ნომერია. მოიცადეთ. ეს მანქანის კაპოტია. ეს შეუძლებელია, მაგრამ ბიჭებო, ეს რაც ვიპოვეთ უცნაურად გამოიყურება. არ გავს სატვირთოს ნაწილს, უფრო მეტად გავს მარკ McQueen-ის, Lightning McQueen-ის მანქანის კაპოტს. ესე იგი, ეს არ არის ის მაკი, რაც მაქსია. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. Lightning McQueen-ი მაკის სატვირთოში იყო, ასე რომ ორივე ჯერ კიდევ წყლის ქვეშ არიან. მართალი ვიყავი და ორივეს ჩვენი დახმარება სჭირდება. წამო, ძალიან ციან ცოტა დრო გვაქვს. მაგრამ ბიჭებო, მე ვიცი დაახლოებით ის ადგილი, სადაც ყველა ტელეფონი იპოვეს. ასე რომ ახლა რაღაცას ვხედავ და რაღაცას გძნობ. შეგვიძლია ბუსტები დავინახოთ. ეს ნიშნავს, რომ რაღაც დავიჭირეთ. ვაუ, რაღაც თეთრი გამოდის. მოიცადე, მარკ? ღმერთო ჩემო, ვიცი ეს რა არის. ეს არის სატვირთოს წინა ნაწილი და აქ წერია მარკი, ასე რომ წყალში ჩავარდნისას მარკი ნაწილებად დაიშალა. ეს სიგიჟეა, ეს მხოლოდ ამ სატვირთოს წინა ნაწილის ნაწილია. მაგრამ აქ წერია მარკი, ასე რომ მარკი წყლის ქვეშაა Lightning McQueen-თან ერთად. გაძლე ჩემო ძვირფასო მაკ. მე გადავარჩენ მაკის სატვირთოს. წყლის ქვეშ ვიპოვი მას. და ბიჭებო, თუ მანქანები გიყვართ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. მოიწონეთ ახლავე. და ჩვენ ყველა პერსონაჟს გადავარჩენთ. და თუ ჩემი თავგადასავლები მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ჰეი! ბიჭებო,
ეს სიგიჟეა. მეჩვენება რომ ისევ რაღაც ძალიან ძიმე ამაქვს. ეს რა არის ბიჭებო? შეხედეთ ჩემს თოქს. რაღაც ამოვირეთ და მიწას ამოძრავებს. მოიცადეთ რა. მოიცადეთ რაღაც მეტალის ამოდის წყლიდან. ეს ძალიან უცნაური აღმოჩენაა ბიჭებო. ეს მანქანის კარია. და კიდევ რაღაც. ეს რგოლის ალამია, რომელიც ყველა მანქანას უყვარს. Ღმერთო ჩემო, ძალიან მიყვარს მანქანების ფილმები, რადგან ბოლა მიყვარს, მაგრამ ეს კარი რა არის? Tom Materi. ეს materis კარია, Materi ფინიშის ხაზზე იყო. ის რაღაც რბოლას ატარებდა McQueen-ისთვის, ასე რომ McQueen და Materi ერთად იყვნენ ჭიკაში, ანუ ორივე წყლის ქვეშ არიან. ეს ნიშნავს რომ დრო არ გვაქვს. ყველა მათგანის გადარჩენა უნდა მოვასწროთ. ყველა ეს აღმოჩენა ძალიან დიდია და ყველა რეალურად ჩანს. თითქოს მანქანები რეალურ ცხოვრებაში არსებობენ, მაგრამ ეს როგორ არის შესაძლებელი? ამაზე ჯერ კიდევ ეჭვი მაქვს. მოდით გავაგზავნოთ მაგნიტის სროლა რომ გავარკვიოთ, მაგრამ ბიჭებო, გახსოვთ ამ ავარიის მიზეზი? იქ იყო ტიუნინგული მანქანები, ძალიან სწრაფი და აგრესიული მანქანები და ეხლა მგონია რომ რაღაც მათთან დაკავშირებული ამოვიღე. ჰეი, შეხედეთ! ვაუ! ის მაგარია. ღმერთო ჩემო, იცი ეს რა არის? ეს ძალიან ლამაზი და მბზინავია. ძლიერი გამოსაბოლქვი მილია. ნახე რა დიდია. მხოლოდ კარგად მორგებულ და სწრაფ მანქანებს აქვთ ასეთი რამ. ეს ძალიან დიდი და ლამაზად მორგებული ნაწილია. მაგრამ გავაგრძელოთ სროლა რომ მეტი ვნახოთ. გამეხმარე აქ კიდევ ერთი სროლა და კიდევ ერთი დაჭერა. ხო, აი ისიც, კიდევ ერთი ნაწილი. ვაჰ, ესეც ძალიან კაშკაშა და ლამაზია. შეხედეთ ამ მაგარ ნეონის ფერს. ასე რომ ბიჭებო, ეხლა შემიძლია ვივარაუდო რომ ეს ორი ნაწილი ეკუთვნის იმ მანქანებს, რომლებმაც ეს ცუდი დანაშაული ჩაიდინეს. ვინ ჩააგდო მაკი იმ წყლის აუზში? მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემი საყვარელი ფილმის ნაწილია. ხო, ეს ჩემი საყვარელი ნაწილია. ნახეთ, მაკი იძინებდა. და მერე ხო ისინი მოდიან, ის მაგარი ტიუნინგული მანქანები. ძალიან მიყვარს ისინი. ეს მანქანა ისეთივე იისფერია, როგორც ეს ნაწილი, ბიჭებო. შეხედეთ მის ცეცხლს გამონაბოლქვიდან და ეს ყვითელია. მასაც ძალიან ძლიერი გამოსაბოლქვის სისტემა აქვს და ბევრი სპოილერი. ასე რომ, მასაც იგივე აქვს, რაც მათ ნაწილს. დარწმუნებული ვარ. არ ვიცი მაგარი ტიუნინგული მანქანების სახელები, მაგრამ თუ იცით ისინი, თავისუფლად დაწერეთ კომენტარებში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ. ასე რომ, ეს ორი ჩართულია იმ ტრაგედიაში. ასე რომ, მარკი, McQueen და Materi წყალქვეშ არიან მათ გამო. ასე რომ, შეიძლება დღეს რეალურ ცხოვრებაში ვნახოთ ეს ყველა მადარი პოპულარული პერსონაჟი. მე მაინც არ მჯერა. ხო, ნახეთ როგორ მაქვს თოკი დაჭიმული ბიჭებო, ასე რომ მაკი გვაქვს და მგონი წყლიდან ამოღებაც შეგვიძლია. არანაირად. კიდევ ერთხელ მოვკაჩვე, მაგრამ შემიძლია დავინახო და ვგრძნობ რაღაცას ჩემს მაგნიტზე. ისევ რაღაც წითელი. რა ხდება ბიჭებო? ღმერთო ჩემო, ეს ძალიან დიდი და ძლიერი მანქანის კაპოტია. ეს ნამდვილად მარკის სატვირთოს ნაწილია. ბიჭებო, ნახეთ რა დიდია. ასე რომ თითქმის მთელი სატვირთო ვიპოვეთ. ეს ყველა ნაწილი წყლიდან ამოვიღეთ და ნახეთ, ეს სატვირთოს კაპოტია. გვერდზე დავდე რომ გაჩვენოთ, ეს ნაწილები მარკს იდეალურად ერგება სწორედ აქ. დიახ, ეს ერთი სატვირთოს ნაწილებია. მარკი და მისი მეგობრები ჯერ კიდევ წყლის ქვეშ არიან. თუ ეს ასეა, ეს მართლაც უცნაურია. უნდა გავაგრძელოთ მაგნიტით თევზაობა ახლავე და თუ ჯერ კიდევ უყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი ახლავე. მოდით. გავაგრძელოთ მაგნიტით თევზაობა. რაღაცა აუცილებლად უნდა იყოს. უნდა ვიპოვოთ სატვირთო, McQueen, Materi და სხვა პერსონაჟები. არა, ისევ, რაღაც გამოვდე. უნდა ვიჩქაროთ. ვაუ, რაღაც წითელი, პირდაპირ ნაპირზეა. მოიცადე, ვაუ, რა სტიზი. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, უბრალოდ შეხედეთ ამ ნივთს. ეს არის Lightning McQueen-ის სპოილერი. ასე რომ ეს არის Lightning McQueen-ის უკანა მხარე. ეს არის მისი ცნობილი სპოილერი. უბრალოდ შეხედეთ ფოტოს ბიჭებო. ასე რომ ეს ნამდვილად მისი ნაწილია. რა არის ეს? რა იყო სპოილერის ქვეშ? რას მალავდა McQueen-ი? რას ატარებდა? ღმერთო ჩემო, ეს არის ჯილდო. და წერია პისტონის თასი. ასე რომ ფიქრობ, Materi და McQueen გეგმავენ რბოლას. და ისინი გეგმავდნენ ჩემპიონატში მონაწილეობას, ხომ ასეა, მაგრამ ორივე წყალში ჩაძირეს. ყველაფერი ამ სულელური მატყუარების გამო მოხდა, რომლებმაც მარკი უბიძგეს და ეხლა ყველა წყლის ქვეშაა. ღმერთო ჩემო.
არ ვიცი კიდევ გაქვს თუ არა დრო, არ ვიცი ვინმე როგორც Lightning McQueen-ი, მატერიან მარკი თუ ვინმე ცოცხალია. ერთადერთი გზა ამის გასაგებად არის მაგნიტით თევზაობის გაგრძელება. მოდით ბიჭებო. მოდით. უნდა გადავარჩინოთ McQueen-ი და Maki. ისინი წყლის ქვეშ არიან. და კიდევ ერთხელ, დიახ ბიჭებო, გითხარით რომ დაახლოებით ვიცი სად არიან ისინი და კიდევ ერთხელ გძნობ რომ რაღაცა მაქვს მაგნიტზე, ზუსტად თოკის ბოლოზე. კიდევ ერთი წითელი რაღაცა. არა, მოიცადე. ჰეი, აქედან ხედავთ ელვას, მაგრამ არა, 9, 5 ან 6, 7 ან რაღაც მსგავსი. ასე რომ ბიჭებო, როგორ არის ეს მაგთან დაკავშირებული, რადგან აქ არ არის ნახატები, რომლებიც მაგს გავს. ეს ნაპოვნი ძალიან პატარაა, მაგთან დაკავშირებული არ არის. ნახე, რა დიდი მაკია, ის უზარმაზარი სატვირთოა, ხომ ასეა? ეს პატარა ნაწილია, მაგრამ ეს Lightning McQueen-ის ნაწილი არ არის. რას წერს აქ? წვეულებები, ანიმატორები, მანქანები. ანუ ეს ზაგაცით მანქანებსა და წვეულებებს უკავშირდება რა ტიპის წვეულებებია. მაგრამ შეგვიძლია ამ ნომერზე დავრეკოთ, რომ გავიკოთ. მოდით ახლავე გავაკეთოთ ეს. იქნებ რამე იციან როგორ გადაარჩინონ და დაეხმარონ McQueen-ს და Max. იქნებ იციან როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მოდით ახლავე დავრეკოთ მათთან. 269 555 0100. დავრეკოთ. ალო, წვეულებების სააგენტოა. როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ? წვეულებების სააგენტო. თქვენ წვეულებების სააგენტო ხართ, ხომ ასეა? დიახ, ესეა. კარგი, მაგრამ რატო? ბევრი მანქანა და მანქანის ნაწილი წყლის ქვეშ ვიპოვე. შემდეგ თქვენი ნომერი ვიპოვე. მითხარით, თქვენ რაიმე კავშირში ხართ? კავშირში. რასთან? გაჩერდი. გულისხმობ, რომ წვეულებებისთვის რეკვიზიტები იპოვე? რეკვიზიტები. მანქანების რეკვიზიტები. ხო, ბავშვებისთვის დეკორაციები, შოუსთვის, მეტერი, McQueen-ი, McTrack-ი, მანქანები. მერთო მართლა სერიოზულად ამბობ, მანქანებზე თემატურ საბავშვო წვეულებას აწყობთ, ბავშვების წვეულებას. დიახ, ესეა. ღმერთო, კი, ვიპოვე. შემიძლია ადიუმდებარეობა გამოგიგზავნო. შეიძლება ბევრი მანქანის ნაწილი და სხვადასხვა ნაწილი იყოს წყლის გარშემო. და კი, ვიპოვე მარკი, გიგანტური მარკი მანქანებიდან. შეგიძლია აიღო. მადლობ დახმარებისთვის ბატონო, ნახვამდის. კარგი, არაფრის. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდა ეხლა? ეს ყველაფერი ნამდვილი არ არის. გითხარით რომ ნახე რაღაც ყალბია, ასე რომ ეს მანქანებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ბავშვების წვეულებისთვისაა. ისინი ატარებდნენ თემატურ წვეულებას, რომელიც მანქანებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ვიპოვეთ ამდენი ატრიბუტი. ეს უბრალოდ წვეულების ატრიბუტებია, ნამდვილი მანქანების სამწუხაროდ არ არის. მაგრამ მაინც ნახეთ რამდენი რამ ვიპოვეთ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დახვეწილ მანქანის ტრიუკებთან, ყველაფერი დაკავშირებულია Lightning McQueen-თან და გიგანტურ Mac-Tank-თან. დიახ, ის ძალიან დიდია. ყველა ეს აღმოჩენა იმსახურებს თქვენს მოწონებას, ხომ ასეა? ასე რომ დააწექით ეხლა და გამოიწერეთ ჩემი არხი და იქნებ მომავალში ნამდვილი მანქანებიც ვიპოვოთ რეალურ ცხოვრებაში. ჩემი სახელია ლაუ, მადლობა ყურებისთვის. ვაუ, ეს იყო საოცარი მაგნიტით თევზაობა, ძალიან მომწონს.